აი ასეთი ძალიან მარტივი და საოცარი ცომის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც აი ასე იწელება. ან ცომით მე გამოვაცხე პიცა, თუმცა შეგიძლიათ გამოვაცხოთ ხაჭაპურები ან სხვა ნამზადები. ზუსტი დოზები დასაწყისში მაინც ძალიან აუცილებელია, ამიტომ არ მითხრათ, რომ სასწორი ისევ არ გიყიდიათ. დაგჭირდება 320 გრამი გაცრილი ფქვილი, 200 მილილიტრი ცივი წყალი, 10 გრამი მარილი, 12 გრამი შაქარი, 7 გრამი მშრალი საფუარი ან ორჯერ მეტი 12-14 გრამი სველი საფუარი. დაგჭირდება ცოტაოდენი ზეთი, სადღაც 10 გრამი. ფქვილს გაუკეთეთ ჩაღრმავება, ვამატებ მარილს, დავამატე 6-7 გრამი მშრალი საფუარი, მოვაყაროთ ამდენივე შაქარი, არაუმეტეს 12 გრამისა, დავასხათ 200 მილილიტრი ცივი წყალი. წყალი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. თუ არხი ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. ჯერ მოურევ კოუზით და დაფაზე გადმოსატანად, დაფას მოუსვამ ცოტა ზეთს და გადმოვიტან ცომს მოსაზელად. ზელვაში გამოვიყენოთ შპატელი და ხელები შეგვიძლია გავიზეთიანოთ. შევაზილოთ მთელი ფქვილი, ცოტა დავამუშავოთ. ამოვაგუნდავოთ და მე დავტოვე აქვე დაფაზე, რახან ჩემთან გრილა დავაფარე და ასე დავტოვებ 20-25 წუთი. ამ დროის გასვლის მერე იწყება მთავარი ეტაპი ცომის დამუშავება. ცომი აუცილებლად უნდა იყოს ცივი, თბილი ცომი თუ იქნება არ გამოვა საქმე. დაფას მოუსვათ ცოტა ზეთი, ცომსაც ცოტა ზეთიანი ხელები და დავიწყოთ დაფაზე დარტყმა. ვიღებთ ცომს ერთი კუთხიდან და ვარტყამთ დაფაზე. ასე უნდა დავამუშაოთ სადღაც 5-6 წუთი. თუ რამოდენიმე პორციას აკეთებთ და დიდი ცომი გაქვთ, უნდა აიღოთ ორივე ხელით და უნდა დაარტყათ დაფაზე. რაც მეტჯერ დაარტყამთ, უფრო უკეთესია. მე ესე დავამუშავე 6 წუთი. ამოვაგუნდავე, დაფას მოუსვი ცოტა ზეთი, ზემოდანაც ცოტა ზეთი მოუსვი და დავტოვებ, დავაფარებ აი ამ ისევ ამას და დავტოვებ რამოდენიმე წუთი უკვე რომ გონს მოვიდეს. ვნახოთ ახლა როგორი ცომი გამოგვივიდა, აი ასე იწელება, ნახეთ როგორია, ეს შეგიძლიათ უსასრულოდ ესე გაწელოთ, ძალიან თხელი სიფრიფანა ცომის მიღება შეიძლება. ამ სიფრიფანა ცომში შეგიძლიათ ნებისმიერი გურსასი გაახვიოთ და გამოაცხოთ. მე დღეს გამოვაცხობ პიცას, აი ეს პიცის ცომია, რომელსაც ესე აბზრიალებენ ხოლმე და არ იხევა. ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ 1 დიდი ან 2 საშუალო პიცა ან ხაჭაპური. მე გამოვაცხობ 1 დიდ პიცას, აი ამ საცხობის მრგვალ ფორმაზე, წაუსვა იმ ზეთს, მოვაყრი მანანის ბურღულს და გავშლი მთლიანად ცომს. პიცის ინგრედიენტები უკვე მომზადებული მაქვს, ის რაც მე მიყვარს, თქვენ მოამზადეთ, თქვენ რაც გიყვარს, თუმცა აი ამ სოუსზე 2 სიტყვა უნდა გითხრათ. ეს სოუსი მე ჩავხუფე შემოდგომას სპეციალურად პიცისთვის. დამატებით ვამატებ, როცა გამოყენების წინ ვამატებ პაპრიკას, ორიგანოს, ხმელის უნელი დავამატე, ცოტა ზეითუნის ზეთი დავასხი, მოვურიე და ჩვენი სოუსი მზად არის. გადავანაწილე პიცის ცომზე თანაბრად, მოვაყარე ახალი ყველი, მე გამოვიყენე ახალი ყველი, ნებისმიერი ყველი შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ რომელიც მოგწონთ. ზემოდან მოვალაგე ძეხვეული, მე პომიდორი და ზეთის ხილი აუცილებლად მიყვარს და რა თქმა უნდა ბულგარული წიწაკის გემო პიცაში აუცილებლად მინდა. თქვენ თქვენი გემოვნებით მოვალაგეთ ის რაც გიყვართ. ზემოდან კიდე დავამატე გახეხილი ყვითელი მაგარი ყველი, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე 220 გრადუსზე, მალევე ცხება 8-10 წუთი. ქვემოდან ძირი როგორც კი ცოტა შეფერიანდება მზად არის. არ იფიქროთ ცომი რომ ცივია საფუარი არი გააქტიურდებაო, ნახავთ ახლა როგორი ცომი გამოვიდა. პიცას რა თქმა უნდა ცხელსხელსვე დავჭრით და ცომი უნდა გაჩვენოთ, აი ცომი როგორია, ნახეთ როგორია, ფაფუკიც არის და რბილი, სასწაულად რბილი. ამ ცომით დაგიდებთ სხვა განაცხობებსაც და ნახავთ რა საოცარი ცომია. აუცილებლად შეინახეთ ამ ცომის რეცეპტი, ასეთ ცომს ყველგან ვერ შეხვდებით. ეხლა რა თქმა უნდა მარხვა გვაქვს და მარხულებმა შეგიძლიათ სამარხო პიცა გამოაცხოთ.
მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.